მთელი ქვეყანა გადაღლილია და მთელი ქვეყანა ნერვიულობს, რაღაცა გავხდით ცუდად. არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ექიმმა რაც გითხრა, ისე უნდა მოვიქცეთ. კაი ბატონო. ანუ ორსულად ვარაკო. ეგრე არ იყო, ძალიან ცუდად გამომივიდა და მაპატიე რა გთხოვ. კაი. იმ წამლებს ვყიდულობ მეზობლისთვის. ძალიან ცუდად არის და მომრელიც არ ყავს. ალო. მოგეწონა საჩუქარი? არა. კაი, რა ეგეთი სამაჯურები ხო გევასება? თავი დამანებე რა. რა გჭირზე? არაფერი. არ მომეწონა არც სამაჯური და ყვავილებიც გადავყარა. სად მიდიხართ? ეხა აჩოტები უნდა გაბარო? კაც საქმე გამოუჩნდა და მეც მივყვები რა. კაი. გავალთ და მალე მოვაფალ. მართლა? არ ვიცოდი. მაგრამ ხომ ხედავ გამოვიცანი. მეც მიყვარს და მამასაც. დაკინდა ერთი საიდუმლო გითხრა? ძალიან მინდა. მაიას ბლინები ცოტა უგემურია. მართლა? ეხლა უკვე ცოტა შემეშინდა. რამ კაცრი ჟიური მყავს? არა, ხვდები, უკვე შენები გემრიელებია. ნახოთ, ეხლა უკვე მალე გამზადდება. გამარჯობა. მამა, აბა მივხვდი რა საკითხებს დღეს ნინო. როგორ ხვდები? ნამშტობს. გამშტობს. როგორ გეძინა? გადასარევად მეძინა და შენი ერდილოც გამითენდა. მიხარია რო ახლა. აი, ჩემი ბლინებიც მზად არის. აი, მირთვით. ομორაბაც მოასხით რა. ზაღებია. მადლობა. მაშინ რადგან ესეთი სასიამოვნო და გემრიელი დილა გვაქვს, ერთი რაღაც მოვიფიქრე. შატალოზე რომ წავიდეთ. აუ კი რამა. ხო, მაგრამ სამსახურში რა სიტყვა? ერთი წუთი. ალო. ხონინო გისმენ? გავატონა თინა. დილებში დობის. ხო რა ვიცი ცხენმა გავიღვიძეთ. არა სიცხე იქით იყოს უბრალოდ ხმა არ მაქვს საერთოდ და არ ვიცი ლექციას როგორ ჩავატარებ. დიხიქდა ვინმე შემცვალეს და რომ ლევანს მართლა ვეღარ ვთხოვ. კარგი ნინო, მოგიძებნი ვინმეს დღეს გამოჯავრთელდი. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. ძალიან სასაცილო არის. შატალოზე მივდივართ ორი ლექტორი და საბა. ეხლა შენი ჯერია. არა, მეც იგივეს ხوار ვეთქვი რა.
უთხარი რომ ვითომ სიცხე მაქვს. ან ვითომ სკოლაში დაგიბარეს მშობელთა კრებაზე. ან ვითომ იმიტომ დაგიბარეს რომ ფიზკულტურის მასწავლებელი ვცემი. ხო, ეხლა ეგ მაკლია რომ ფიზკულტურის მასწავლებელი ცემი. არა, ვითომ. ხო. კაი, თქვათ, მივდივარ ჩატალოზე. მე რას ვაკეთებთ? რას ვაკეთებთ? სახში ვიყოთ ცოტა ხანს დავისვენოთ და მე სასეირნოდ წავიდეთ. აუ, მე კინოში წავიდეთ, მაგარი კინო გამოვიდა დინოზავრებზე. კაი, წავიდეთ. მაგრამ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ეს არის ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეტავა. აბა რა? ეხლა დაურეკე. ეხლა რო დაურეკო, მიხვდება რაღაცასთან. თარამეს მოვიფიქრებ და ცოტა მერე დაურეკო. კაი? კაი. და ეხლა ჩემ ბლინებს თუ არ შეჭამ. ხო, ვჭამთ. ახლა მეგონება რომ არ მოგწევთ. უკვე მიელესია. ჩაი გინდა? კი. დაგისხმე. მეც მითხე ჩაი. აი და ამის მერე რას დავაჭერა? ყველაფერს დაეთანხმე და დაინსტალირდება რა. აი ყველაფერს რო ვაჭერ, მე იმიტომ არ რომ სისულელეები ყენდებ. წაგიშლი მაგებს ორ წამში შენ მაგაზე არ ნერვი. კაი, მაშინ რა დავამთავრებ მოდი რა. ხო რა. მომილოცე. მე ხოდები? რა შუაში. გამოგილაცა. რა და ეხლა მოვიდივარ საერთო და ვიზა ჩამიყრე. აუ რა მაგარია, სად მიდიხარ? სად და იტალიაში. გოგო ჩემო დაქალებმა ძალიან ერთად იშოვეს ბილეთები და ბოლო ადგილები იყო დარჩენილი 2 დღეში მიფრინა. ვა, ძალიან კაი. და კონკრეტულად? ფლორენცია. აი მე ისე მალე მოხდა ყველაფერი, რომ არც ვიცი რა ვნახო ამ იტალიაში. შენ ამ ყოფი ხარ ხო? არა, მე არა, მაგრამ ძალიან მომწონს იტალია. ნეტომ ცოდნა და შენს გეტყოდი ბილეთებზე, მაგრამ მე რა ვიფიქრე, იცი რომ ახალი მოსულია თქო და დოდო მაინც არ მისცემს თქო შვებულებას და არა უშავს, სხვა დროს წავალ. მე თქმა უნდა. საერთოდ ერთ დღეს ავდგეთ და მთელი ოფისი წავიდეთ სადმე არა? მე შენ მაგა და დოდო. მე დოდოსთან ვარ შესასვლელი უნდა გავაფრთხილო რომ 10 დღე არ ვიქნები. კარგ ხასიათზეა თუ იცით? საერთოდ 10 დღით მინდიხარ მარტო ფლორენცია კი არა, მთელი ჩრდილოეთ იტალია შეგიძლია ნახო იქ. ვერონა, მილანი, ვენეცია. აუ ხო, აი ეგეთი რაღაცები მითხარით, თორემ მე იქ რო ჩავალ მარტო პიცას და სპაგეტის შევჭამ. გამარჯობა. მაგა თქვენ ბრძანდებით? დიახ. გამარჯობა მაგა. მე თქვენთან ჩემი ოჯახის მეგობარმა სანდრო გაბისონიამ გამოგზავნა. კარგად არის ყველაფერი. კი, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ თავისი აგარაკი მაჩვენა, რომელიც იყიდა. ძალიან მომეწონა და მითხრა რომ თქვენ დამეხმარებოდით მეც აგარაკის ყიდვაში. თქვენ სახელი? მე ოთარი მქვია. კარგით, მაშინ ბატონო ოთარო დირექტორთან შევიდეთ და იქ გავიაროთ დეტალურად როგორი აგარაკი შეძენა გზით. კი ბატონო. მაგა მე მანამდე გაგიმზადებ რა აგარაკებიც მაქვს და ჩაგიგდებ შენს ფოლდერში. თეონე ტაბიძის ქორწილის ფოტოები ნახეთ? ნახე და საშინელი კაბა ეცვა. აუ, გავგიჟდი პროსტა. ამდენი ფული აქვს გოგოს და ესეთი საშინელი კაბა შეიგერა. მაგათ ფული აქვს, თორე გემოვნება კი არა აქვს. ხო, თორე იმის თეონე საერთოდ არ უნდა მოწონებოდა წესით. იმიცეც ფულია? თეონეს ფული რა მოსატანია? ბორცო? იმ დღეს ერთხელ შევღებეთ მან და ამით ჯადო გაუკეთესო. კარგი რა, მე არ მჯერა ჯადოების. აუ, მე კიდე მჯერა, იმდენ ბანძ გოგოს დაუთრევე, მაგარი ბიჭი რა, რა ვიცი. ეგეთი გასაგიჟებელი ბიჭიც არ არის ახლა. არა, მგონი უკვე გამიშრა. ხო, არა, უბრალოდ რამდენიმე მილიონი აქვს ანგარიშზე. კარგად გოგოებო. კარგად. გოგოებო, როგორ ხართ? კი, მაგრამ საღამოს გუშინ ვიყავი კლუბში და თავი ვერ აღწია პროსტა. თქვენაშობით. ჩვენ თეონა ტაბიძის ქორწილის ფოტოებზე ვაპარაკობთ. ნახე ფოტოები? ხო, ნახე მთელი Facebook-ი მაგას აშიარებს. ყავას დალებთ? არა, დავლიეთ უკვე. მაშინ მარტოს მეზარება. რუსუდანი ახა? რუსუდანთან ერთად აპირებ ყავის დალევას? არა, არ მოვადგეს და რეკა და არ მოვა. უკეთ რაღაც მინდა რა გთხოვოთ. აიო. გუშინ კლუბში ვიყავი, ესე მაგიდასთან ვიჯექი და მოვიდა ერთი უსაყვარლესი ბიჭი. სასმელზე დამპატიშა. რომელში და სანაპიროზე როა. მე? ხო და აი ვიზუალურად ისეთი არაფერი, მაგრამ აი უსაყვარლესია. აი რომობა ნახავთ.
აქ მივიდეთ? ხო, ოღონდ აი ვუთხარი რომ ეს სალონი ჩემია და ისე მინდა მოიქცეთ, თვითონ მე თქვენი უფროსი ვარ. შენ რა სტილისტობა გიტყდება? და მე არა, მაგრამ მანქანაში რომ ჩავჯექი და დაიწყო თავის ბიზნესებზე ლაპარაკი, აი მე ცოტა გამიტყდა. რუსუდანის კაბინეტი ღია? ღია, რომ მოვიდეს ხსნარი მე რაში? მე ხო მითხარი ვიკა რომ არ მოვაო და რა პრობლემაა ვერ გავიგე. ძალიან გთხოვთ, ხა ეს ბიჭი არ დამაკარგინოთ რა. ამასხური რა. ხოდამას. შეგივაკო, შენ დარწმუნებული არ ხარ. ზუსტად არ იცი აქ რა ხდება და რახან არ იცი რა ხდება. შესაბამისად, ემოციაც ზუსტად იგივეა. ოკეი, ცოტი. ოკეი. მე მომწონს რასაც შენაკეთებ. კარგია, ეგრე დაახტე. ასუსმენ? ასუსმენ თქო. კოლტრეინს. რა გჭირს დღეს? არაფერი, უნდა მჭირდეს. რაღაც უთხასიათზე. არა, უძილოებს და დაღლილო. რავი, დღეს მე მგონი ადრე მორჩებით და დაიძინებ რა. კაია. რავი, თუ გენჭირს ადმე გავიდეთ. არა მქონია. რატო? ბაკო. ვაკო, რავი, თუ გენ გავიდეთ თქო სადმე. არა, გითხარი ერთხელ უკვე, არა მგონია თქვა. გასაგებია. აუ, შაშა, ჩვენ გადაღებებით და სიში. ისეთი დაბოლილები ვიყავით, რომ მთელი ფილმი ეგრე გადავიდეთ. მაგარი დაბოლილები ვიყავით, სულ ყველა ვაფშე. აუ, ეგეთი კონტენტი მევასება რა. აბა პავილიონში იმენა მუშაობა წასკას. აუ, აბახმელაში ისეთი მოვწიეთ, სულ ყველანი ისეთი განგრეულები ვიყავით. ლევანამ გაჭერა, თო იმენამ კამეჩის მაწონი უნდა დავითრიო და ტიპი დარბოდა იმენა მთელი დღე. მე რაკნა დაითრია. არა, რა დაითრია, თო ვიღაცა ქალს ეჩალიჩეოდა 15 წუთი ტიპი რომ ტვინი გავბურღა გინდა თუ არა კამეჩის მაწონი დამათრევინეო. ბიჭებო, 5 წუთში ვიწყებ და მოემზადეთ და არ გახვიდეთ. კაი გარეთ. ბაკო, ყავა ხო არ გინდა? აუ, კი რა. მოვა მაკა. კი, მოვა მალე. რას ფიქრობ გამოვა? მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს. თან მეორე კლიენტმაც მოაკითხა უკვე. რა არის ცოტა მურიდებული გოგოა და ხო იცი ეს აგენტები რაღაც ისე ცოცხალი ტიპები უნდა იყოს. რა ვიცი, კი გამოსტის და. კარგი. მაკა, ხალბატონ დოდას აქვს შენთან სალაპარაკო. ხალხი და? კი, დავლა. მოდი დაჯექი მაკა. სამჯეროდ არის. კი, რაღაცები შევარჩიეთ და შევთანხმდით, რომ ხოლწავალს ანახავთ. გონი მოგწონს ეს საქმიანობა? არა, მე არც მიფიქრე, უბრალოდ კლიენტი პირდაპირ ჩემთან მოვიდა და იმიტომ რომ წინა კლიენტმა გაგიწია რეკომენდაცია და ეს არ არის ცუდი. ამიტომაც ვიფიქრე, იქნებ ამ პოზიციაზე გადაგიყვანო. რა ვიცი. მოიცა, ჯერ დაფიქრდი, არ იჩქარო. ეხლა მარიკა შეგულებაში მიდის. გადმოგაბარებს თავის საქმიანობას. ამ დღეში ყველაფერში გაგარკვევ, თან კლიენტებიც ბევრი არ მყავს, მე მგონი ზეგმოვა 1 და იმ კვირაში 3. თავი არ შეგეშინდეს. აგარაკები უნდათ? ხო, ზოგს აგარაკი, ზოგს ბინა, მაგას თვითონ გეტყვიან. მე ყველაფერი დახარისხებული მაქვს და ფოლდერში მაქვს ჩაგდებული, მე გაჩვენე. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და მე მგონი ეს საქმიანობა უფრო კარგია ვიდრე ოფის მენეჯერობა, ხო? თანაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ხო, მაგ თვალსაზრისით კი. ხო. მოდი ახლა ჩვენ გამოსაცდელი ვადით, სანამ მარიკა ჩამოვა, გავაკეთოთ ეს ყველაფერი, არა? მე ჩამოვა და მოვილაპარაკოთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. მე მგონი ამ და გავუშვა ეს შენს ხელიდან, მაგრამ ხო, სანამ გამოსაცდელი ვადით იქნები, შენ გექნება მოგების 5%. მერე უკვე 10% და ბონუსებიც დაგერიცხება. რა ვიცი, უცდი იქნებ გამომივიდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოგივა. ხო, მარიკა, მოდი ახლა შენ ყველაფერი ავხსენი, გადააბარე, კარგი. ოღონდ მერე მოგიწევს დამოუკიდებლად მუშაობა. თქვენ ახლა პრინციპში კონკურენტები ხართ. კარგი, წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. კარგი, შეგიდე კარგ დასვენებას. მადლობა ქალბატონო. მოკლედ რა, დღეს ძვლივს ადრე მოვჭით გადაღებას. დღეს რო არც სადმე არ წავიდე და არ დავლიოთ, მე ხვალ აქ მომსვლელი აღარ ვარ. დავლიოთ.
დავდიოთ რა. მით მინდა ბოლოს და საწავიდეთ. რავი არ აქვს მნიშვნელობა. პროსა ის იყოს რა ქვია, სასმელის გარდა, რაც საჭმელი ან რაც კანჭივით რაღაცა რომ იყოს რა პოხდა. იარა ბაზარი არა, просто ნეკნები და მე რო იცოდეთ. ეს ბაზარი. და მსახიობებს არ გითხრათ? ვაფშე რა გადაეკიდა მსახიობებს. სადღაც ჯდებიან და ჩვენ ყურადღებას ვაფშე არ გვაქცევენ. ჩვენ წავიდეთ რა. კაი. ჩვენ გონჩია. ტეხავს просто ხავ რომ მოვლენ და გაიგებენ ტეხავს. კი, ძალიან ტეხავს და უნდა უთხრათ. აუ, ჯიგრები ხარ, წავალ ვაკას ვეტყვი. ხორე, просто რა ბრაცი. მე ვსვამ ლუც და იქ რომ მივოთ არ დამიწყოს რაღაცა. არა, რაღაცა, რა მოვიმინდა რა ჩემს წყნარა. აუ, დღეს ძალიან უნდა დავთხრე. რაშვაბი ვაკა დაიღალე? რავი, არა, დღეს ადრე მოვჭი. ხო, ისე იყავი როლში შეჭრილი, ძალიან მომეწონა. მისმინე, დასალევად ვაპირებ წასვლას, ხო წამოხო? რავი, კი, ვინები მივიდივარ? მგონი ყველა ოპერატორმა მოიტეხეს დავლიოთო და აყვარა მე ყველა. კაია, სად მივიდივარ? ეგ ჯერ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ნუ წავალ სადმე და გიგოს მანქანაში ჩავჯდები მე და შენც იქ შეგინახავ ადგილს. კაი, ჯიგაიხა. მისმინე, ერთი ადგილიც იქნება? ვისთვის? რა, ბაშა ჩვენთან ერთად წამოვიდა. ხო, არ ვიცი, კითხავ. კაი, მოკლედ ახლა მე წავალ. სხვებსაც უნდა უთხრა რა და მანქანის ამბავსაც გაგირკვევ რა. მაშო აი კადრში ახლა რაც გადავიღეთ ძალიან რაღაც სევდიანი იყავი და ნუ ძალიან მოუხდა ატმოსფეროს. კარგი იყო კი. მადლობა. ანუ ერთ კადრში ჩავსვით, მეორე კაც აღარ ვიყენებთ? არა, მეორე აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ გააფუჭებს. გასაგებია. კარგი არა გორციან ჩვენ მუშაობ მე მომწონს. Good. მიხარია. ახო? ისიც მოდის დასალევად. რა? დასალევად. ეხო მივდივართ ყველა. არიცი? რავი, ყველა მივდივართ დასალევად. ხო წამოხო. გიგოს მანქანაში არის ადგილი. აუ, მე არა, შანსი არ არის. სახში უნდა დავიდე, ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან მეძინება რა. ატო, გავერთობოდით. არა, მართლა წადი შევაკო, მე არ მინდა. კაი, მაშინ. ოიკა. ბიჭო, რა შვებიე? რავი, არაფერს ახლა მოვჭი გადაღება, შე? შენი მენა ოსკარს იღებ, ხო? დავაი რა. სალის დაურეკე რა და დაელაპარაკე შემირიგდეს რა. ძალიან გაუგრძელდა ძმა უკვე ეს გაბუთო. გაუგრძელდა კაია, შეჩება რამდენჯერაც ვცადე, აზრი არ აქვს, არ მებაზრება მაგ თემაზე ძმა. მაგას კიდე რა დაიმართა რა. დაიმართა, შეჩება არ იცი რომ ეგრე იქნებოდა? მე რა ვიცოდი, შეჩება ჩემ გამოგზავნილ ფოტოებს სალის თუ ანახებდი. მე რას ვანახებდი, ხო არ გაგიშტი შენ? კაი, ხო ისე გითხარი რა. კაროჩე რა უქნა მითხარი. რავი, რა უნაქნა თაკოს უნდა დაელაპარაკო რა, ხო იცი მაგის გარდა არავისი არ ჯერა. კაროჩე ვიკა წავედი რა რაღაც საქმე მაქვს და დაგირეკავ კაროჩე და დამიჯერე თაკოს დაურეკე და დაულაგე აუხსენე ყველაფერი და მოგვარდება რა. დავაი. ვაკო, გიგო ბაზარი არის ჩემთან ჩასხდნენო. აუ, საომე, მისმინე რაღაც საქმე გამომიჩნდა კაკას ახლა ტელეფონზე რა ვლაპარაკობდი და. ანუ ვერ მოდიხარ? ხო, ძმაკაც უნდა დავეხმარო რაღაცაში. ცუდია. კაი, მაშინ მაშას ვეთქვი და ჩემთან ჩასხდება რა. არა, მაშომაც არა ვერ წამოვალ, ძალიან დაღლილი ვარ. გასაგებია. კაი, წავედი მაშინ, ჩვენ წავალთ. კაი, მიდი გაერთ. ბევრი არ დალია. ნერვები მეშლება რა, ესე დღეებში დათო როგორ არ უნდა იყოს ახლა? რა სიზამლეილა. ბიჭი უდანაშაულოდ ზის ციხეში თან 9-მთას იქით. ხო რა ვიცი. შენ არ გინდა მოგეხმარო? კაი, რა დილიდან მეხმარები, იჯექი ერთი და დაისვენე შენ. რა გავაკეთე ხა მეც ისე. ქიშნი რა, უკვე რა. ჩემი სათვალე არ გინახა. დედა, მე მგონი ჩვენ ოთახში იდო კამოძება, მიდი ნახე. იქ ისეთი ამბავია რა უნდა ვიპოვო. ვაიმე, დედა, მოგიჭრი ერთნაჯერ ხაჭაპურს არ არა, დედა, რა ხაჭაპური არის. ეს აქ არ ჭამდა არაფერს, ნანა, იქ რა ეშველება უშენო. ეხა მომიმატე შენ კიდე სანერვიულო რა. კაი ჩუმათვალე. ის ხალი არ მიყვება? ვინ ხალი?
დებია მერე. რა უნდა გოგო იმას იქ? რა ვიცი, ეგ ისეთია, მე ვიფიქრე, იქაც არ წაყვეს მეთქი. როგორები იქნებიან? რა ვიცი, რა შვები შეგაკაცო. თავზე მაყრია ყველაფერი, მოდი რა დასხედით და მოგხედავ. გამარჯობა. როგორ ხართ? ეხლა დაგიჭრით ცხელ ხაჭაპურს. ვაიმე თქვენ ხაჭაპურზე უარს ვერ ვიტყვი. ავასაც ხოდალე. კი, ნანა დავლევდა. ლელა, გეხვეწები და ადგი რა წყალი. ვაიმე, ეს როგორი აფორიაქებულია? ესეთი არ მინახავს არასდროს. ისეთი წყნარია ხოლმე. და აბა როგორ იქნება, კაცო, ამ ხელა გზაზე მიდის თან ახალი ცხოვრების დასაწყებად. კეთოშ მოგეხმარები, გინდა რამეში? აუ, არა, ყველაფერი ჩავალაგე, მაგრამ მგონია რაღაც მრჩება მაინც. კაი, კაცო, შენ კიდე რა იყო ჯუნგლებში ხო არ მიდიხარ, თუ რამე დაგჭა იქ იყიდი. ვიცი, მაგრამ მაინც ნერვიულობ. რა აქვს ახლა ამას სანერვიულობა? რა ბიც მიყვება ცოლად. ქეთი დაატკბი ცხოვრებით. თებშები აიღე. აუ, ქეთი. მოდი რა იცოდე. ხო. მე რო არ დავიწყოს. აი, ჩემგან და ლიასგან. კაი რა, რატო შეწუხდი? რა ვიცი, აბა ვიფიქრე, თუ მოგიხდება. აი მე მაისა. რა ლამაზია. ქეთი დედა მანახე რა. მოიცა. აი, ნახე რა ლამაზია. მიხდება? თუ ძალიან კარგია. ძალიან დიდი მადლობა. აი მე შევინახავ, თორე დამრჩება. აბა მიირთვით. ხო, რა სუნი მოვიდა. აბა თუთი იქნება გოგო. რა მოიგონა ახლა ამ გოგო? კაი, რა გინდა გავერთობით? აი რა გავერთობით, რა სახლში უნდა ვიყოთ ახლა, რომელი საათია? რავი, დაგირეკავთო და 1 საათი კი გავიდა, ხო, რაც წავიდა? 1 საათი და მეტიც გავიდა, ნერვებს მიშლის რა. არა, იცი რა მაინტერესებს? რომ მოიყვანოს ახლა იმ ბიჭმა, ცოლად რა უნდა უთხრას? შენ ახლა გჯერა ზღაპრების? რა დაიმალება თბილისში, ისეთი პატარაა. თან ახლა კლუბში გაცნობილ ბიჭებს რომ ესე ადვილად მოყავდეთ ცოლები, ნენე დამასწრებდა? ვიცი. ეკავს. ალო? ხო, ნენე? კარგი. 2 წუთში მოვალთო. ძალიან ოფიციალური იყო. შენ რამე ხო არ გაუჩარიჩოთ? კარგი რა, ცოდვა. თა შეხო არ დაგავიწყე შენი მოტაცების ამბავში, როგორ დაგვეხმარა? კაი, ისე გითხარი რა მოხდა? წამოშევი ხო? შოკოლადები. გაიცანი, ესენი ჩემი სტილისტები არიან. ვიკა და ელენე. გამარჯობა. თბილისში საუკეთესოები. ლამაზი სალონი გქონიათ. ხო, ტიფანის ფერებში გავაკეთე. აჰა. წამოდი კაბინეტში შევიდეთ შემდეგ. ვიკო, გეხვეწები საყვარელ ორი ყავა შემოგვიტანე რა. ეხლა ეს დავხედი არა. კაი, სასაცილოა. მე გავუკეთებ ყავას, ხო, ყველაფერი როგორ გეზარება რა. ვიკო, გეხვეწები საყვარელ. ისე რომ გაგიცანი საკუთარი ბიზნესი თუ გექნებოდა არ მეგონა. ხო, კაცებს უჭირთ ხოლმე ჩემი ამოცნობო. ხა ცუდად არ მინდა გამომევიდეს, მაგრამ ჩემი სტილისტები ყველა კაცს ეკიდებიან კისერზე საერთოდ. ეს ძალიან არ მომწონს მათი პოზიცია. ხო. ხო, მოდი რამე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ. კარგი. შეიძლება? მოდი საყვარელო, მოდი. მადლობა ძალიან დიდი. მეთვით. ეს თქვენ რა ხდებოდა დღეს სალონში? იყვნენ კლიენტები? კი, როგორც ყოველდღე. შენ და ელენე თუ მორჩით, შეგიძლიათ წახვიდეთ. ხო. კარგი. კარგად იყავი. სასწაული შოკოლადები მიცადე. მორჩა რა. გონი ჩავლაგდი. დედიკო, რატო არ დარჩნენ შენი გოგოები? ყოფილიყვნენ რა ცოტა ხან. აუ რა ვიცი და ეჩქარებოდათ სამსახური აქვთ ხოლ და მოკლედ. რა კაცად არის?
არ აცილებს ქეთის? არა, როგორ არ გააცილებს. უბრალოდ გადაღებაზეა, მოვამალე ალბათ. რით აღარ გადაიღეს ეს ბიჭი გავდვიზდი. ფილმია, ლეილა. ეგეთი ადვილი კი არ არის ფილმის გადაღება. მომენტია გამახსენდა. ახალგაზრდა რო ვიყავი, ვიღაც რეჟისორმა მთხოვა თავის ფილმში მიმეღო მონაწილეობა და აგდო ქვა მამაჩემა თავი შეუშურა, არაფერს არ გამიშვა. მერე მიზეზი არ გაინტერესებს რატო? არ მინდა ჩემი შვილი მსახიობი რო გამოვიდესო, ბევრი ქმარი ეყოლებაო. ეხა კი მეცინება, მაგრამ ერთი კვირა სახლიდან არ გავსულა ისევ ტიროდი. მართლა? ლეილა. ესე იგი ეხა შეიძლება და ყოფილიყავი ცნობილი მსახიობი, ისე კი მინდოდა მაკას ჩაებარებინა თეატრალურში, მაგრამ ვინ მიიყვანა, ვინაცადა? ეხა შეიძლება ლიზიკო მაგიხდინოსოც. არა, ლიზიკო სხვანაირი ბავშვია, კეთი ხო იცი, არა მგონია მაგან მსახიობობა. აი, ჩვენც მოვედი. შაქ ხარ გამდენ ხარ. სად ვართ და შენთვის მეძებდით საჩუქარს. აბა ნახე. კაი რა, რაც გინდოდათ. ჩვენა ხალამაზია. ой, ძალიან რა ლამაზია. მოგწონს ხო? კი, ძალიან. მაჩვენა კეთი. ეს ზუსტად ისეთი არაა, წეღან გოგოებმა რომ მოგიტანეს. რა? არა, არაფერი არა უშავს. მლია და საფო იყვნენ. მე რა, ძალიან ლამაზია და ერთს ნანას დაუტოვებ. ძალიან მეუხდება, ხო დე? მადლობა. ой, ვაკუნაც მოვიდა. ჩავაგდი? კი, ჩავაგდი. მე რასო? იცი რა, ცოტა დავლიერე და ეხა ბევრი დაგვალევინე შენ. დედიკო აგერ არის ჭიქები და დაუსხი გოგოებს, კარგი? ჩემთვის დალევა არ შეიძლება. აი, შემოგევლე მართლა. და რა კარგია. სხვათა შორის მარტო ქეთი არ მიემგზავრება, მე დააკოცმევდივარ. რა, სად მიდიხარ? მოკლედ აკოს შესთავაზეს ბათუმში რაღაც სამსახური და თან ხო სულ მინდოდა ზღვაზე ცხოვრება. ასე იგი ორივე მტოვებ. კაი, დედიკო, შენ არ ინერვიულო, მე და ნანა გეთაქალებით. არ გაუმარჯოს ქეთი? გაუმარჯოს. აუ, მან სათამაშო აპარატებს ეწავალა. მამი, 10 წუთში ფილმი იწყება და მოიცადე ცოტა ხანი. აგირალევან, მიდი გაიქეცე, ჩარს არ წახვიდი, კარგი? მე მგონი 10 მომენტს არა. კარგია, ბავშვო თამაში უნდა, მაშინ ცუდი არაფერი არ არის და უარი რატომ დაუთხრათ. გამარჯობა. 3 დიდი პეპსი და 3 პოპკორნი შეიძლება. არ მეგონა თუ ყველაფერი ესე კარგად დავთვალებდეს. ხოდა ყველაფერი ცუდი უკვე უკან დარჩა. მადლობა. ლევა. ვა! კახი, როგორ ახლა? საერთოდ არ შეერთხე. ცოტა გავმელოდი. ო, რამდენი ხანი არ მინახარ სკოლის დიდი ხანი. უკაცრავად თქვენ უცბად ყურადღება ვერ მოგაქცევთ. შენი მეუღლეა? არა, ეს ენინო ვარ ლევანის მეგობარი. ძალიან სასიამოვნო. მე და ლევანი პარალელ კლასელები ვიყავთ, ყოველთვის მაგარი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი. შენ როგორ ახარ? შენ დაშვა. ავიქცე. ბიჭო, უნდა გავიქცე. ბავშვები და მეუღლე მერმდებიან. არ გავაგარეთ. არ გინერით. რაღაც მინდა გთხოვო. ესე მომავალში როცა ჩემი წარდგენა მოგიწევს, ესე ნუ ვარ ინერვიულებ, კარგი? არა, დავიბენე უცბად. ლევან, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სტატუსი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. შენს თავარია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად. კი. მოვედი, ხო არ დავიგვიანე? არა, მაგ ზუსტად მოხვედი. მომეც საბაშენი ბილეთი. მე მგონი დამეკარგა. ბილეთი როგორ დაგეკარგა? არა, მაქვს. მოდი გაიქეცი იმ აპარატებთან, სადაც იყავი, კარგი? იქნებ იქ ამოგივარდა. თუ არა და მაშინ ახალს ვიყიდით. ძალიან ბედნიერი ვარ შეთანხმებით. მით უმეტეს საბას რო ხედავ, როგორ უყვარხარ. მე ძალიან მეყვარხარ თან.
ვა, ოჩახ. წავედით? წავედით. გემოვნებით მოუწყვიათ. მე მომწონს. მეც. მაგრამ თავი მაინც ის არის როგორი კერძებია. სხვათა შორის არსებობს ისეთი რესტორნები, სადაც გემრიელ კერძებს ვერ ამზადებენ. მაგრამ ხალხი მაინც ზადის. ზოგი რის და ზოგი რის გამო. ხო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რესტორნის პირველი დანიშნულება ის არის, რომ გემრიელი საჭმელი იყოს. მე კიდევ ვფიქრობ, რომ რესტორნის პირველი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანმა უბრალოდ კარგი დრო გაატაროს. მაჩო. შენ თუ ესე დამოკიდებულება გაქვს, ალბათ კერძის შეფასებას ნაკლებად გაინტერესებს. არა, რატომ მე იცი რა კაი გურმანი ვარ? ძალიან კარგი. მაშინ თუ გვაღირსებენ ოდესმე ჩვენ შეკვეთას, შევაფასებთ კიდეც. სხვათა შორის სანამ აქ მოვიდოდით. ერთი კოქტეილი კიდე დავლია ჩვენთან ბარში. დამიმატერა. დარწმუნებული ვარ, შენზე გემრიელ კერძებს მაინც ვერ მოამზადებენ. მადლობა, მანჯო. მაგრამ ვიცი, რომ მართლა ძალიან მაგარი მზარეული ყავთ ამათ. მაგიტომ მაინტერესებდა აქ მოსვლა. ხო, ოღონდ დიასთან ერთად, ხო? მანჩო, უბრალოდ იმ მომენტში დია აღმოჩნდა ჩემ გვერდით. თან ხო იცი არა კულინარია აინტერესებს. დიას კულინარია აინტერესებს. მე კიდე შენ. ვერ გავიგე? რა ვერ გაიგეო? ძალიან მომწონ ხარ. და ამას უკვე ვეღარ მოვა. დარწმუნებული ხარ, რომ კიდე უნდა დალიო? რატომაც არა. მე გამბედაობას შემატებს. და როდესმე ხო უნდა მეთქვა რა? მანჩო, მე მგონი ამაზე სალაპარაკოთ შესაფერისი დრო არ არის. ილო, მომისმინე. შენთვის როდის იქნება ეს შესაფერისი დრო არ ვიცი. მაგრამ მე ძალიან დიდი ხანია ველოდები ამ მომენტს. ჩვენთან სამსახურში ხო იცი როგორი სიტუაციაა რა? სულ ჩართული უნდა იყო, მობილიზებული, დაძაბული და ვერასდროს ვერ ვახერხებ განტვირთვას. აი კორპორატიულზეც მინდოდა რომ დაგლაპარაკებოდი. მაგრამ შენ მაინც დიას აედებ. დია ძალიან კარგი გოგოა და იცი რომ შეყვარებული ყავს. თან აი რა. აღარ გვინდა დიაზე ლაპარაკი, ხო? ეს ხო ჩვენი პაემანია რა. მანჩო. მე მგონი რაღაცებს სხვანაირად აღიქვამ. მოდი რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ რა. ეხა უბრალოდ შეკვეთას დაველოდოთ. კარგი. მაპატიე. წავა მოწესრიგდები და მოვალ, ხო? ხო. მართლა ძალიან გემრიელი ხაჭაპურია. მერე გაგატანთ. ქეთი და დედიკო მურაბას გაგატან, შენ რო ძალიან გიყვარს. არა, არ შეგვატანინებენ ლეილა დედა. აი ეგ მურაბა რომ მომენატრება, მაგის გამო ჩამოვალ აქ. ხო, მართლა ძალიან გემრიელი ხაჭაპურია, მაგრამ მე ცომში ცოტა სოდას ვამატებ ხოლმე და უფრო როგორ გითხრათ, უფრო ამოდის, უფრო ფუმფულა გამოდის და რაც ხანაერი გემოვარ. მე დედიკო რაც უფრო ახლოვდება შენი წასვლის დრო. უფრო ნერვიულობ. აი რა ნანა, რა გაქვს ანერვიულო? ესეთ ბიჭს ატან გოგოს. ხო, ვიცი, მაგრამ არ იცი ჩემი ამბავი. სანამ ესენი არ ჩავლენ და კარგად არ მოეწყობიან, ვერ მოვისვენებ. დე,
როგორც კი ჩავალთ, დაგირეკავთ და მე ვაკოს უთხარი და სკაიპში დაგელაპარაკებით, ხო? ხო, დედა, აუცილებლად, აბა რა. კიდე კაი რო ეს სკაიპი მოიგონეს. კაი, კეთი გავიდეთ ჩვენ უკვე, ხო? რეგისტრაციას რაც უფრო მალე გავივლეთ, რიგში დგომა აღარ მოგვიწევს და. ხო. კაი. ეჭანთებია, ხო, მარტო? კი, ესენია. კაი, ეჭანთებს მე ავიღებ, ხო? კი, მარტო. კეთი. და მომენატრები. რაც მომენატრები. აფშენიც. წავალ მე მაკას დაუძახე. და ქაურობაც მომენატრება. მოდი და არ დაგაგვიანოს. არა, უბრალოდ ბოდიში მინდა მოგიხადო. დამთვრალი ვიყავი და უბრალოდ ესე არ ვიქცევი ხოლმე. ხო, კაი, არა უშავს, ხდება ხოლმე. ზემოდელი რა ხდება. მომავალ კვირაშია ბოლო სასამართლო პროცესი. სალის უნდა დაელაპარაკო რა. ой, ხა არ მითხრა იკაზეო. რატომ ხედავ? რაღაც საქმე გამოჩნდა თაკოს და ვეღარ დავრჩი. ეხა წავალ გეჩენი და გამოწყან მოდი მეთქი რო კეროვნები არ და ეხა წავალ მოდი. ორი წუთი. მოდი მეთქი. ორი წუთი სიცხვილი. ორი წუთი სიცხვილი.